ყველაზე დიდი შეცდომა გვაქვს ხოლმე რა, რომ მარხვას უდგებით ასე, რომ ეხლა მე მარხვაში კარგად უნდა ვიმარხულო და მე აღდგომა რომ მოვა, კარგად უნდა გავიხსნი. ანუ თითქოს ეშმაკმა ისეთი რამ მოახერხა, რომ ჩვენ ქრისტიანებს დაგვაჯერა, რომ ლოცვისათვის და მარხვისათვის და სინანულისათვის და სწორი ყოფაქცევისთვის ადამიანისა არის მხოლოდ მარხვა. მარხვის მერე ადამიანს შეუძლია აკეთოს ის რაც უნდა. სამწუხაროდ ესეთი რაღაცნაირი ქვეცნობიერი ახლა რომ ვკითხოთ ერთმანეთს ამას რა თქმა უნდა არც ერთი არ ვიტყვით დაფიქრებულად, მაგრამ შინაგანად რატომღაც ესე ვარ, რომ გაივლის მარხვა და მერე ვაგრძელებ ჩვენ ცხოვრებას. არა და როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი გვეუბნება ამ მარხვის მიზანი რა არის, რომ ჩვეულებად აქციო ის რაც ამ მარხვაში შეიძლება. და მარხვა რომ გავა, ეს შეინარჩუნ. აი ეს არის მთელი აზრი ჩვენი მარხვის. თუ ეს დამოკიდებულება არა გვაქვს, მაშინ მარხვა მარხვას მოსდევს, წელი წელს მისდევს და ჩვენ ისეთივე ცარიელები ვართ, რაც მოვიტანეთ ის წავიღეთ.